კიდევ ერთხელ მოგესალმებით გრიზლების სოფელ ატენიდან. ეს ადგილი უკვე განახეთ, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ბუნაგი, მაგრამ მინდა რომ ნამდვილი ბუნაგიც გაჩვენოთ. ზემოთ ტყეში მაქვს კიდე, სადაც ზამთარში გამოვიზამთრებ ხოლმე და თოვლებში მძინავს. ეხლა ჩავბარგდეთ, მერე ბოლოს ვივარჯიშოთ კიდევაც და გადავიღოთ ჩემზე ყველაფერი, რაც გაინტერესებთ, საინტერესო რაც არის. ეს არის ატენი, აქ ძალიან მაგარი კულტურა გვაქვს ვაზის. ჩვენთან ხეივანზე გვაქვს და ესეთი მოვლილი, ესეთი მოწესრიგებული გვაქვს ყოველთვის და ეს ატენში ამ კულტურას ყველაზე დიდ პატივს ვცემთ. ეს ხეივანი ტყუილად არ არის და მართლა დიდ კულტურად გვაქვს ქცეული სოფელ ატენში. მე პირადად ჩემი ოჯახის ტრადიციას განახებთ ეხლა და თქვენს თვალწინ ჩამოვასხავთ ქრიალა ატენურს, სახელად ჩინებულს. აი ეს არის ღვინისთვის საუკეთესო ჭურჭელი, ნერჟავეიკის 1 ტონიანი ბოცა. ამაში მაქვს ღვინო და ჩამოვასხავთ ან დავხუფავ და ამის ტრადიციას ცალკეა და ამის რიტუალსაც აუცილებლად გაჩვენებ. და ეხლა სანამ ეს გაზი ამოვა, იქამდე უნდა დავხუფო აუცილებლად. იმიტომ რომ შეინარჩუნოს თავისი გემონური თვისებები. ეს არის ცხრიალა ატენური მეგობრებო. ჩინებული ვაზის ჯის ქვია ჩინებული და ესე თქვენ თვალწინ ჩამოვასხი და დასალევად მზად არის. აქამდე ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი ღვინისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ გასხვლიდან და ასევე დანარჩენი პროცედურებიდან გამომდინარე, სანამ დამწიფდება იქამდეც ბევრი შრომაა საჭირო. როცა დამწიფდება და რთველზე მოვყრიფავთ, ეს არის საწნახელი, აი აქ ჩავყრით ხოლმე ყურძენს და აქედან ჩამოსული წვენი, აი ამ 640 ლიტრიან ქვევრში ჩადის და ქვევრში ვაყენებთ ღვინოს. ეს არის აუცილებლად ატენური ღვინის ერთ-ერთი ტრადიცია და დამახასიათებელი გემო, იმიტომ აქ ესეთი სუფთა და გემო და არომატი. ჩვენ ყველა წელს ვიცავთ გრიზლის ოჯახში და იმიტომაც გვაქვს ესეთი მაგარი ღვინო და მინდა აღვნიშნო, რომ ატენში არც ერთი ოჯახი არ არღვევს ამ ტრადიციას. ყველას ძალიან უყვარს ეს ტრადიცია და სუფთად ძალიან დიდი გულით და მონდომებით ვაკეთებთ ყველა ოჯახი. ყველას მოგესალმებით, ეხლა ვარ პოლს აკადემიაში, ეს არის ჩემი დარბაზი, სადაც მე ვემზადები, სადაც ამზადებ პატარა ბავშვებს, დიდებს, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ამოდით გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ჩვენ გვაქვს სპორტული ბარი, აქ Prime Labs-ის დანამატები, გვაქვს უკვე საკუთარი სხვადასხვა მაღალი ხარისხის ხელთათმანები, ის რაღაც რო იყიდება დაბალ ხარისხიან ეგეთები არა, მხოლოდ ტყავი ნამდვილი. ორი ნაწილი არის დარბაზი, სპეციალური სავარჯიშოები, კროსფიტ ზონა, რევერსიული ბილიკი, განტელები, აი ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ პროფესიონალს ესიამოვნოს, ანუ არა ეს რაღაც მიმსგავსებული, ყველაფერი არის მაღალი ხარისხით, გვაქვს ტატამი, ეს ჯუდოს ფედერაციას როგორიც აქვს, ეგეთი გვაქვს ზუსტად, ანუ ეს არის ოლიმპიური დონის ტატამი, მთლიანად ქვემოთ, ზემოდან კიდე ნოხი გავაკეთეთ და გავაკეთე ოქტაგონი იმისთვის, რომ ზომებში არის ზუსტად როგორც გამაში, რომ მოვემზადო. ვადაჯორის აი ეგეთი საიდუმლოს გაგიმხელთ, აი ორი არის ზუსტად ზომის, გამაზომის. გვაქვს რაღაც ერთი 10 გრუშა, ვაფშე ყველანაირი, წყლის გრუშები, მძიმე გრუშები, კედლის გრუშები. ვადაჯორის გქონდა ძალისაზომიც, ეგ უკვე იხილავთ როგორც Iron Punch-ის პროექტს, აქედან გადავიტანე. და აქ ტარდება ჩვენ ვიღებით დილის 9 საათზე, მე ვარჯიშობ სადღაც 9 ნახევარზე და ამის 12 ნახევრამდე ღია ვარ. მამია, ანუ ზდიან მებრძოლებს, რომელიც შემდეგ უკვე Road to Gamashi და Gamashi ხვდებიან,
მე მაქვს ძალიან ძლიერი მიმართულება ჯუდოსი, ასევე MMA-ის მიმართულება და ასევე ძალიან ვცდილობ რომ ჩემთანაც გაიზარდონ საუკეთესო მებრძოლები, რომელიცაც თქვენ იხილავთ გამოში. მე აბსოლუტურად პროფესიონალურად გამოვიყენე ყველა ჩემი მეგობრის, ყველა კარგი მაღალი დონის მწვრთნელის გამოცდილება, დავალაგე ის მინუსები, რომელიც მე მქონდა და ჩემი მომზადება ახლა გამოიყურება ეს სტრატეგიული ნაწილი, ფუნქციონალური ნაწილი, სპარინგები და მუშაობა მწვრთნელთან ლაპებზე. ეს არის დივერსიული ბილიკი, ბოლო-ბრძოლაში იხილეთ, რომ პრობლემები კარდიოსთან უკვე აღარ მქონდა. ეხლა 30 მაისს მივხვდებით, რომ პრობლემები უკვე ჩემი მოწინააღმდეგეს ექნება კარდიოს მხრივ. აქ ვაკეთებ ძალიან საინტერესო რამეს გასწავლით, ანუ 15 კმ/სთ დავდივარ, 2 წუთი, ზუსტ იგივე დატვირთვა როგორც ბრძოლის დროს და შემდეგ ვამოწმებ პულსს. ანუ ისე ვალაგებ ამ ვარჯიშს, რომ ჩემი პულსი მაქსიმალურად დაბალი იყოს, ანუ სხეული ადაპტირებას აკეთებდეს მაღალ კარდიო დატვირთვისთვის. ასევე გაჩვენებთ ჩემ მცირე ლაბორატორიას, რომელიც მე მეხმარება მომზადებაში. ყველაფერი მხოლოდ დაშვებული, არანაირი დოპინგი, მაგრამ გაგიმხელთ რაიმოდენიმე საიდუმლო. აღდგენა არის მნიშვნელოვანი ვარჯიშის ნაწილი, ეს არის მასაჟის კაბინეტი, სადაც მე ვიკეთებ მასაჟს, რომ კუნთების აღდგენა მოხდეს ცენტრალური ნერვული სისტემის და ასევე მაღალი ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ მაქვს ესეთი აპარატი, აქ ეფირული ზეთები არის და სიტყვას უხდება. ასევე გაგიმხელთ ძალიან დიდ საიდუმლოს. ეგ ალბათ მხოლოდ ექიმებმა იციან. ეს არის აპარატი, რომელიც აცალკევებს სისხლიდან პლაზმას. ანუ ეს არის უკვე რთული და ღრმა მეცნიერული ცოდნა. ანუ ამაში ისხმება სისხლი, შემდეგ ცენტრიფუგა ატრიალებს, გამოდის პლაზმა და ეს პლაზმა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნივთიერება ანაბოლიკური თვისებებით, რომელიც აკეთებს აღდგენას ტრავმის. ანუ ეს არის აბსოლუტურად დაშვებული, ეს არ ითვლება დოპინგად, ეს არის თქვენი სხეულიდან დამზადებული წამალი. ანუ ბრძოლაში საჭირო არის ინტელექტიც, მხოლოდ მუშტების გნევა. ეს ადგილი უკვე გაჩვენეთ წინასტომრობაზე, აი აქ აუცილებლად დავკიდებ მძიმე წონის კამარს და ერთი გამარჯვება მაშორებს ჩემი მიზნის ასრულებასთან, რაზეც ძალიან დიდი ხანია ვწვალობ, ვიხარჯები და აუცილებლად მე ვცდილობ ჩემს მაქსიმუმს ყოველ დღე და ვფიქრობ, რომ გამომივა და მივაღწევ ჩემს სასურველ შედეგს და აი აქ მოვიტან იმ კამარს, რასაც ლაშა როინიშვილთან გამარჯვების შემდეგ მომცემს ორგანიზაცია. ჩემი ჩემპიონობის შემდეგ კამარს აქ დავკიდებ და სუფრას ამ ოთახში გავშლი, ჩემს ყველა მეტოქეს დავპატიჟებ, არა აქვს მნიშვნელობა დავმარცხდი თუ გავემარჯვე. ჩემთვის რინგი არის უბრალოდ სპორტული სახე, დანარჩენ შემთხვევაში მიყვარს ძმაკაცობა, მეგობრობა და აუცილებლად დავპატიჟებ ჩემს ყველა მეტოქეს და დიდი ზეიმი იქნება სოფელ ატენში. მაქვს ბევრი საინტერესო პროექტები, ვფიქრობ, რომ თქვენ მალე რა, უკვე 15 წუთში ხილავთ Iron Punch-ს, მიწევს რომ ვიყო მაქსიმალურად სწრაფი, მობილური და ამისთვის ესეთი კარგი სათამაშო მყავს. ეს არის იტალიური მოტოციკლი, რომელიც 2 საათიდან 10 წუთამდე ამცირებს დროს ისნიდან ღრმაღელეს მეტრომდე, სადაც მდებარეობს გამას დარბაზი. მომწონს ესეთი შენაძენები, რადგანაც ეს ყველაფერი მე მაქვს ნაყიდი თანხით, რომელიც მე ვიშოვე ბრძოლებით და ამით ბევრჯერ უფრო სასიამოვნოა. შეიძლება უფრო გამიხარდებოდა რომ მყავდეს სპორტ GTRS-ი, მაგრამ მაგ მიმართულებით მივდივართ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად მაქვს კარგი სახელი და ყოველ დღე რო გავდივარ, მომესალმებიან, რაღაც ყოფილა რომ ჩამეხუტებიან და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბევრად უფრო ფასეული არის ვიდრე Porsche, მაგრამ Porsche-ს მეღოლებ. ძირითადად მოძრაობა ესეთ ბრუტალური მასლკარი დოჯით, გავართ ერთმანეთს, ეს დაკუნთული არის, ვფიქრობ მიხდება, კომფორტული არის და გავით მე მახარებს, სამოგზაუროდ და ზოგიერად სიჩქარის მომენტიც საკმაოდ სასიამოვნოა.
მოვედით ჩემს ნამდვილ ბუნაგში, ეხლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან 1400 მეტრზე და ეს აივანი ჩემი ხელით აშენებულია. ეს ძველი სახლია და აქ ყოფნა ყველაფერს მიჩვენია. აქ გამოვიზამთრებ ხოლმე. ზამთრის ძილში აი აქ მიძინებ და 3 თვე ვილოგავ თითებს, თათს ვილოგავ ხოლმე. აქ განსაკუთრებულად შივდება ადამიანს, ყველა ადამიანს და რა თქმა უნდა, შეიარაღებული მოვდივარ, თუ სტუმრებთან ერთად ვარ. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ იმასაც, რომ სტუმრებისთვისაც წამოვიღო საჭმელ-სასმელი, იმიტომ რომ სუფთა ჰაერზე უფრო მეტად შივდება ყველა ადამიანს და ეხლა თქვენთან ერთად კაი მწვადები შევწვათ. როცა აქ ამოვდივარ, აუცილებლად ვიწყებ წყაროს წყლით. მინდა რომ ამ ჭიქით ჩვენს სამშობლოს გამომარჯვეს. ძალიან მაგარია. დეპატიჟებით მინდათ მოდით მაო. სულ 1 წელია რაც გამას რიგებში ვჩხუბობ, მაგრამ მაინც ვარ ის ბიჭი, რომელსაც მოუწია საბურავებში ჩხუბი და აი ეს შევქმენი ესეთი გრუშა და აი აქ სპარინგობ ხოლმე აი ამასთან. რაც ლაშაროვინიშვილმა გამომიწვია, იმის შემდეგ ჩემი მომზადების კემპი გრძელდება. მაშინვე დავიწყე მომზადება და უკვე 2 თვეზე მეტია არ გავჩერებული ვარ, აი ძალიან მაგრად ვემზადები და აუცილებლად მინდა რომ ეს კამარი ჩემი შრომის ხარჯზე მოვიპოვო რა. მხოლოდ მე ვარ და ჩემი შრომით შევძლებ ამას. ჩემს მაგივრად ამას არავინ არ გააკეთებს. გამაც რინგს აქვს თავის სპეციფიკა, საკმაოდ დიამეტრში მცირე არის. ჩემი ამოცანა არის აჩვენ ჩემი უპირატესობა გამოცდილებაში, ტექნიკაში, მინდა რომ დეკლასირება გავუკეთო, მაგრამ მასაც ვთვალისწინებ, რომ ბევრად მძიმე არის 30 კილოთი, უფრო მაღალი არის და მაქსიმალურად უნდა ვიყო ფოკუსირებული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შემიძლია დავარქვა ამ ბრძოლას, რადგანაც შეიძლება იყოს ძალიან რთული, ან ძალიან მარტივი, რაღაც საშუალო ჩემიაზრით არ იქნება. კარგად დგება, მაგრამ მაგასთან ერთად ხედავ რომ ხარვეზები აქვს ტექნიკაში, მძიმე თუ ტყამს, მაგრამ ვფიქრობ რომ ბევრად სწრაფი ვარ. ცოტათი მოულოდნელობის ფაქტორს ზდის ეს რინგი, ეს სტილი, ის რომ ხელდატვანების გარეშე ვბრძოლობთ. კარგი გული აქვს. უბრალოდ დაელოდეთ 30 მაისს. მოვედით გორში კრივის დარბაზში გიორგი თევდორაშვილთან. გიო პროფესიონალი ბოქსიორია, მეხმარება მომზადების პროცესში. აგერ ბიჭებიც ყველანაირად ცდილობენ რომ მომეხმარონ. ამათზე მაგარ კარდიოს მე ვერავისთან ვერ გავივლი. ასევე სპარინგებშიც ჩართულები არიან, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ დიდ ბიჭებთანაც გავიარო სპარინგები. ფაციასთან, სლავა მარგიშვილთან, ბულდოზერთან და კიდევ სხვა მრავალ დიდ ბიჭთან ვისპარინგებ. იმ დგომით, რაც ფაციასთან ვიჩხუბე, აღარ ვაპირებ ჩხუბს. ჩვეულებრივად სტანდარტული დგომიდან ვიჩხუბებ და ვფიქრობ, რომ ფოკუსების დრო ეხლა ნახდათ არ არის და ეს ჩხუბი მოსაგები მაქვს რა, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც ლაშაროვინიშვილმა გამომიწვია, იმის შემდეგ ჩემი მომზადების პროცესი არ შეწყვეტილა არც ერთხელ. ლაშაროვინიშვილზე ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი ბიჭია, მისაბაძი ადამიანია, აი თვითონ სპორტსმენია და არა მარტო სპორტსმენი, მაგრამ ვოლფს აკადემიაც დააარსა და პატარებს ავარჯიშებს.
ძალიან კაი კაცია პატივცემ, წლებია უყურებ მე მას და ეს პატივცემა ჩემი მეტოქეობიდან არ გამომდინარეობს, ისედაც პატივცემდი მაგ ადამიანს. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ეს ჯგუფი ჩემი გამარჯვებით დასრულდება, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და რა თქმა უნდა, გპირდებით ყველას სტანდარტული დგომიდან ვიჩხუბებ. ლაშა არ დამოწყებია face to face-ზე რო არ მოხვედი. ვიცი, ცოტა გეშინია, მაგრამ ცოტა შიში იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლაზე არ გამოცხადდები. ვაჟკაცი ბიჭი ხარ. ბევრი არ გაგრძელდება ჩვენი ჯგუფი, მაქსიმუმ 3 რაუნდში დაგამთავრებ ძმაო. დიდი პატივისცემა, მაგრამ ეს კამარი ჩემია და ვერავის ვერ გავატან რა. ყველას გელოდებით 31 მაისს უსასტიკესი ჯგუფები იქნება. მე პირადად ვიდებით, რომ ძალიან სასტიკი ვიქნები და აუცილებლად მოვიპოვებ ორგანიზაცია გამას მძიმე წონის პირველი ჩემპიონის სტატუსი. დღეს შევიკრიბეთ, რადგანაც სტარდება Iron Punch-ი, ეს არის პირველი მსოფლიოში და თავისთავად საქართველოში ჩემპიონატი დარტყმის ძალაში, გამასთან ერთად ვაკეთებთ გამახოლში. საუკეთესო სპორტსმენები, როგორც Mortal Kombat-ში შეიკრიბა, რომ გავარკვიოთ ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა. წამოდით გაჩვენებთ, ეგ არის სპეციალურად დამზადებული აპარატი, რომელიც ზუსტად ზომავს კილოში რამდენი კილო გაქვთ დარტყმა. წამოდით გაჩვენებთ. ცნობადი სახეები, MMA-ს მებრძოლები, ბლოგერები მოვიდნენ კარატე, კალათბურთი, სუმო, აბსოლუტურად ყველა დღეს ვართ აქ რომ პირველი ჩემპიონატი ჩავატაროთ. იქნება შესარჩევი 3 ჩემპიონატი და შემდეგ იგეგმება დიდი ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბში რომ ჩატარდეს თავისი გამრით. პრიზებით აუცილებლად. გულადი თანხით. რა თქმა უნდა, თუ ყველაზე ძლიერად დაარტყამთ. აუ. შემდეგ ვიჩხუბებთ მე და შენ. ეგეც შეიძლება. აპარატი ზომავს კილოგრამში, რამდენი აქვს ადამიანს დარტყმა, დამატებით ასევე ზომავს რამდენად მოწყვეტილი არის, ანუ კილოგრამი წამში როგორ შედის მუშტი, მესამე არის ამრავლებს წონას სიჩქარეზე, ანუ რა სიძლიერით შედის მუშტი. ანუ აბსოლუტურად ზუსტი არის სპორტულმა უნივერსიტეტმა აწყო, შემდეგ უკვე შევცვალე კონსტრუქცია დავამუშავე სპეციალური რომ შეჯიბრების ფორმატი ჩატარდეს. ავაწყოთ ფორმატი, როგორ უნდა მოხდეს შეჯიბრება დარტყმის ძალაში და გამასთან ერთად გავაკეთებთ ესეთი საინტერესო ახალი მიმართულება.